რა სხვაობაა ბიორევიტალიზაციას და მეზოთერაპიას შორის? ასეთ შეკითხვა დამისვა ჩემმა გამომწერმა, ეხლა ვეცდები ძალიან მარტივად აგიხსნათ რა სხვაობა ამ ორ კოსმეტოლოგიურ პროცედურას შორის. როდის გჭირდება ბიორევიტალიზაცია? ბიორევიტალიზაცია, ჩემკარგებო, გვემსახურება ჩვენ მაშინ, როცა არის მაგალითად კანი ზედმეტად გამომშრალი, ნაკლებად გამომშავდება კოლაგენი და ელასტინი, კანს დაკარგული აქვს მაგალითად ერთი ფერი და არის არათანაბარი ფერი სახეზე, მაგ შემთხვევაში ჩვენ ვიკეთებთ ბიორევიტალიზაციას. რა თქმა უნდა, ეს ინექციური პროცედურაა. მისი კურსი დაახლოებით არის ხოლმე სადღაც 3-4 კვირიანი შუალედით კეთდება 2 ან 3 პროცედურა, გააჩნია პრეპარატს. რაც ეხება მეზოთერაპიას, ეს უკვე არის კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის საშუალება, ეს არის ვიტამინური კოქტეილები, რომელიც კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობს, მაგალითად პიგმენტაციაზე, მაგალითად პოსტაკნაზე. მეზოთერაპია კეთდება უფრო ხშირად. დაახლოებით შეიძლება შუალედები იყოს 1 კვირიდან 2 კვირამდე, კეთდება დაახლოებით 6-8 პროცედურა იმისთვის, რომ მიიღოთ საბოლოო შედეგი. და რაც თავარია ჩემო კარგებო, ამ გადაწყვეტილებას რა გჭირდება თქვენ ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია თუ ორივე ერთად იღებს თქვენი კონკრეტული ექიმი. ამიტომაც მივბრძანდეთ სპეციალისტთან, გავიაროთ კონსულტაცია და მაგის მიხედვით ჩავიტაროთ ეს პროცედურები. აბა, წარმატებული არჩევანი.